დიდი სიამოვნებით გესალმებით არხის სტუმრებო, გამომწერებო, შემთხვევით თუ გამიზნულად მობრძანებულ ადამიანებო ქურუმი ქალის ტაროზე. მე თეა ვარ და მაქვს მისია ყოველთვის მოვიდე საჭირო და სასიამოვნო შერწყმით. აბატონო 080825 ეს ის დღეა, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ დგება და თავისი მაგიური უცნაურობებით აოცებს ყველას. აი ამ სარკისებრ თარიღს თავისი მიმართულება ჭირდება, გამოყენება ჭირდება. ჩვენ არ ვითვლით ცაზე ვარსკვლავებს, პლანეტების განლაგება ნაკლებად შედის ჩვენს კომპეტენციაში, უბრალოდ ვართ მიწაზე და ვაკეთებთ პრაქტიკულ თემებს. რა შეიძლება იყოს ჩვენ შემთხვევაში ის, რაც ყველაზე მეტად გამოგადგება და სხვათა შორის დღევანდელი დღე ფანტასტიურია, ხაზგასმით ვამბობ. ჩემო ტკბილებო, ფანტასტიურია გაწმენდასთან დაკავშირებით. როცა უნდა წავიდეს ძველი, დაგროვილი, გაშავებული, დალექილი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ორი რიტუალი თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის. ზუსტად ის რა თქვენ დაქალოჭკებსაც აინტერესებთ, გადაუზიარეთ და უთხარით, რომ დღევანდელ დღეს აუცილებლად გააკეთონ. მაშასე ყურადღებით რიტუალი ნომერი 1. მარტივი და სუპერ სასარგებლო. მაშასე ჩემო კარგო ადამიანებო, ვიღებთ ჩვეუძლებრივ ჭიქა წყალს, სუფთა ჭიქა წყალს, აი ესეთ თუნდაც პატარა ამას მნიშვნელობა არ აქვს და როგორც იტყვიან ხოლმე მწიკვ მარილს. უნდა ჩავყაროთ ეს მწიკვი მარილი, აი ესე ძალიან მარტივი ხელის მოძრაობით და ვთქვათ ასეთი სიტყვები. მარილი მიწას წმენს, წყალი აზრებს წაიღებს, რაც მძიმე იყო წავა და რაც მე მჭირდება თვითონ მომძებნის. ამ ყველაფერს გავაკეთებთ, აი ასეთ მოძრაობის ფონზე კიდე ერთხელ მარილი მიწას წმენს, წყალი აზრებს წაიღებს, რაც მძიმე იყო წავა და რაც მე მჭირდება თვითონ მომძებნის. შემდეგ რა ხდება? ვიღებთ და ფანჯრის რაფაზე ვდებთ 24 საათის განმავლობაში. თენდება დილა, ძალიან კარგი იქნება თუ ყვავილების ან მსხმოვიარე ხის ძირში დააფქვევთ ამ ყველაფერს, ან უკიდურეს შემთხვევაში უნიტაზში. მოკლედ გავაქროთ ის ჩვენი ცხოვრებიდან. წარმატებებს გისურვებ და გადავალ ახლა მეორე რიტუალის ჩაწერაზე. მაშასე ეს არის მეორე რიტუალი, რომელსაც ბოშური, ასე ვთქვათ, ფესვები აქვს. ვიღებთ ასანთის ახალ ასანთს, რომელიც სპეციალურად ძალიან კარგი იქნება, თუ სპეციალურად იქნება შეძენილი ამ რიტუალისათვის, ან საუბარში სახში ხალხში გაქვთ ხელუხლებელი და აი ესეთ რაღაცას გავაკეთებთ. ავიღოთ 3 ასანთის ხერი. 1, 2, 3 ასანთის ხერი და აი ამ ყველაფერს გავაკეთებთ ხელის სწრაფი მოძრაობით, ანთების ესეთ ჰალეიხობს დავაძახებიოთ. მე მგონი დავიწვი. არა უშავს, აი ნახეთ როგორ უჭირს, ეს უკვე რაღაცის ნიშანია, იმედია თქვენ შემთხვევაში ესე არ იქნება. არა უშავს, ასანთი ბევრი გვაქვს და სამივე ერთად უნდა მოხდეს მათი ანთება. აი უკვე აინთო და ვეუბნებით ასეთ სიტყვებს. ასანთის 3 ღერი მზად არის იმისათვის, რომ ჩემი ცუდი, ჩემი დალექილი, ჩემი პრობლემური, ჩემი ნეგატიური ყველაფერი წაიღოს, დაწვას, გაანადგუროს, მიწასთან გაასწოროს, თავისუფლდები ამ ყველაფრისგან, რაც ჩემში არ მომწონს და ის არის არასასიამოვნო ჩემთვის. რასაკვირველია, უკან მოუხედავად დაიწვება ეს ჩვენი ძვირფასი ასანთის ღერი, რომელსაც გავანეიტრალებთ და გავაქრობთ ჰალეიხოპ სადღაც. ეხლა ეს ყველაფერი არ არის. ვიღებთ ახალ ღერს, ოღონდ ეს იქნება უკვე ერთი ღერი და ზუსტად ამ ერთ ღერს ვეუბნებით ასეთ სიტყვებს. სანამ მას დაწვავთ, მიხვდებით, რომ როგორ განეიტრალდებით ცუდი ენერგიებისაგან და მოიტანე ყველაფერი კარგი, რაც მე მჭირდება, მოიტანე ხვავი და ბარაკა, მოიტანე სიყვარული, მოიტანე ოჯახის წევრებთან მიმართებაში ერთობა და ჰარმონია. აი რაღაც 100%-დან, ნახეთ ამასაც დაუკვირდით ჩემოწყვილო ადამიანებო, 100%-დან მე მგონი 95 დაიცვა. ის ხელმოკიდებული ჩემი გრძელი ფრჩხილების შედეგად გადარჩა, მაგრამ არა უშავს. ამის დაწვის ცერემონია ისაც შეიძლება ჩვენი თითების გაშვებით, არ არის პრობლემა. ამ შემთხვევაში ვიღებთ აი ამ ჩვენს სიკეთისთვის განკუთვნილ ღერს, რომელიც ცალკე ერთად დავწვით, ერთი ცალი დავწვით და შევინახავთ დამალულ ადგილზე, რომ არავინ არ შეეხოს 3 დღე-ღამის განმავლობაში. 3 დღე-ღამის განმავლობის გასვლის შემდეგ ვიღებთ და ვაქრობთ. რაღაც გადავაგდებთ და ზუსტად მიხვდებით, ზუსტად ვიგრძნობთ რა სასიამოვნო ენერგიების და რა პოზიტიური განზრახვებისა და სურვილების ახდენის ჭავლი შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში და მივიღებთ არაჩვეულებრივ შედეგს. მთავარია
აქ აუცილებლად უნდა ჩაიდოს ის, რაც საფუძველია ყველა ეზოთერული ქმედებისათვის. ეს არის რწმენა, ეს არის გულით წამოსული შინაგანი სურვილების მთელი შარავანდედი, რომელიც ზემოდან იქნება გაკონტროლირებული და თქვენთვის დამსახურებულად ჩამოსული თქვენს დასახმარებლად. მაშასე 0-0-2025 წელი მზად არის დაგეხმაროთ და ყველაზე კარგად რასაც ვაკეთებთ, გავთავისუფლდეთ, რაც იწყება უთი, უფულობა, სიყვარულობა, უსახლობა და უპრობლემებაში და ასე შემდეგ გადასახლდებით სიყვარულის მობრძანებაშიც, ჰარმონიაშიც, პოზიტივშიც, მთელი ასე ვთქვათ, დადებითი ენერგიების ფოიერვერკშიც დავინახო მინდა საკუთარი თავი და დაგინახოთ მინდა თქვენ ჩემო ძვირფასებო. რაც შეეხება იმას, რასაც კერძო მიღება ქვია, ის გრძელდება აუცილებლად, ყველა ისვენებს და მე არა. და თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ, იცით როგორ და რა ვითარებაში, აუცილებლად ხომ მექნება რომ აღნიშნული ვიდეო დაალაიქოთ, დაწეროთ მადლიერებით ვიღებ, ან უბრალოდ ნიშანი მომცეთ 0-0-8 სარკისებ თარიღს ვთხოვოთ, ისევ და ისევ გათავისუფლდება და სიკეთის მოზიდვა და ეს ყველაფერი ზუსტად ვიცით, კბილებო და შაქრებო დაგიფასდებათ. მიიღეთ ეს ჩადებით ტვინში, მადლიერება უკვე ნახევრად გაკეთებული მომავალი კეთილი საქმეა. კოცნით, გეხვევით, გელოდებით პირად გაშლებზე, აგვისტო თავისი ცნობილია თავისი ნეგატიური და ცოტა ნორმალური ქმედებებით, რომელსაც ბოლოში ვიტყვი, რომ ექნება ადგილი, ყოველთვის ქონდა და ზუსტად აგვისტოში გჭირდება ეხლა ამ ყველაფრისთვის მოძლიერება, ფეხზე მყარად დგომა და ვაშკაცურად დახვედრა და ის ძველი ვალები, ის ძველი ჩაკეტილობები, ის ძველი შეკრულობები, ის ძველი ბლოკები მოიხსანით და დახვდით სუფთა და ცქრიალა. უყვარხარ თქვენთეს, აბა დროებით მომავალ ჩაწერამდე. პირად შეგელოდებით, ვისაც დახმარება გჭირდება.